დღეს დათათავაძეს დავსჯეთ ხუმრობ მაგას კიდე დასჯა უნდა, მაგრამ პრინციპში აი მაგასაც ხუმრობ, მაგრამ ვისაუბრებთ სპექტაკლ ლიბერტაზე, რომელიც დაიდგა 2024 წლის 12 ოქტომბერ-ნოემბერში სამეფო უბნის თეატრში და ახლახანს გახდა კიდევ ერთხელ განხილვის საგანი, იქიდან გამომდინარე, რომ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც სასტიკ მკრეხელობას აქვს ადგილი, სადაც მიდის პირდაპირ შეურაცხყოფა რელიგიური გრძნობების, ქრისტიანების და ზოგადად მორწმუნე ადამიანების. მე ვფიქრობ, რომ აქ არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა ქრისტიანი. ნებისმიერი რელიგიური ადამიანის გრძნობების შეურაცხყოფას ჰქონდა იქ ადგილი და საშინელი შეურაცხყოფები მიმდინარეობს. გარდა ამისა, აქვს ექსკიბიციას ადგილი, მართალია არის 18 წლის ზღვარი, თუმცა არ ვიცი, სასქესო ორგანოების გამოჩენას, რაც უნდა 18 წლის ზღვარი გქონდეს, აი ამ კონტექსტში უბრალოდ, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, უფრო რაღაცა სხვა შორის ერთი ბიჭის ვიდეო ვნახე ამასთან დაკავშირებით და ძალიან ზუსტად ამაზე საუბრობდა, რომ როცა თავისუფლებას ზღვარი არ აქვს, უფრო რაღაცა პირველყოფილ ადამიანს ეიმგვანება და რაღაცა უფრო სწორედ პირველყოფილს როგორ ანუ ცივილიზაციის ელემენტებს როცა კარგავს ის უკვე ხელოვნება აღარ არის. ზოგადად უნდა არსებობდეს თუ არა ხელოვნებაში ცენზურა. იცი რა არის, ანუ რაღაც ხრი ახლა რა შეხედოთ თავში ქვაიხალონ ხო? ანუ რაც უნდათ ის გადაიღონ, რაც უნდათ ის დაწერონ, თუ მოწონთ და ყავთ მაყურებელი დაადგან და გადაიღონ და რაც უნდათ ის გააკეთონ, ხო? რაღაც თვალსაზრისით და ოკეი, ანუ დიდად ახლა რაღაც საბჭოთა საკავშირში ხო არ ვართ არა? ანუ რაღაც ახლა დიდად ამ ცენზურის მომხრე პირადად მე ნამდვილად არ ვარ ხელოვნებაში, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ესენი არიან ულტრალიბერალები, რომლებსაც თავი მიაჩნიათ რაღაცა ლიბერალებად და გონიათ, რომ რაღაცა განვითარების ძალიან მაღალ საფეხურზე არიან, ხო? ეს რაღაცა ფსევდო ღირებულებებზე აგებული თავისუფლება, რომელიც რეალურად სასტიკად უსწორდება ყველას მოიკვეთს, ვინც კი ოდნავ მაინც გადაუხვევს პოლიტკორექტულობისგან ოღონდ. თუ ეს შეეხება იმ ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფას, რომლებიც მათ მიაჩნიათ მარგინალურ ჯგუფებად, მაგრამ როგორც კი საქმე ეხება რელიგიურ ადამიანებს, მაშინვე საერთოდ აი ეს მათი რაღაცა მოჩვენებითი ლოიალურობა და პატივისცემა ყველა ადამიანის მიმართ საერთოდ ქრება. ზოგადად რელიგიური ადამიანები რომ იყვნენ მუდმივად და განსაკუთრებით ქრისტიანები რომ იყვნენ მუდმივად დევნის ობიექტები ჯერ თავიდან მერე მოგვიანებით მუსულმანური სამყაროსგან მერე მოგვიანებით თვითონ შიდა წრეებში რაღაც დაცინვის და განკიცხვის ობიექტები ხო იმხელა შეზღუდვა და იმხელა წამება როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა არც ერთ სხვა ჯგუფს არ განუცდიეთ და შესაბამისად მაშინ რატომ ხდება ისე რომ ეს ადამიანები სრულიად ღიად მიიღებულად ეს მცირე ჯგუფები მიიჩნევენ ამ ყველაფერს და აი ამ თვითონ ნიკა თავაძის, აი ამ დამდგმელი რეჟისორის მამის, რომელიც ასევე მსახიობია, კომენტარი ვნახე, რომ თქვენ რაღაც მცირე ნაწილი ნახეთო და გადაწყვეტეთო, რომ ეს არისო მთელი სპექტაკლი. ანუ კი მე სხვა შორის გადაწყვეტე, ამით კი წავალ ვუყურებ და რაღაცა, მაგრამ ბილეთები გაყიდული იყო ხალხო, რაღა მაინც ამაზე გადაწყვეტეთ, წყვეტა. მაგრამ ოკეი, ყავს თავისი არჩევანი, აქ თავის ფალი გვეყენა, ვინც რის საყურებლად უნდა წავა იმას უყურებს, ხო? გასაგებია, მაგრამ მე ძალიან დამეზარა რამე კი ხა ჩადე კი რიგში რუდის ბილეთებს იშოვი, მე წადი და იქ ეხა უყურე ამ რაღაცა შეიძლება გული გამისწრდეს ეხა იქ რომ უყურო აი ამ დონის მკრეხელობას და ამ დონის შეურაცხყოფას რელიგიური ადამიანების და ანუ ბოლოს გადავიფიქრე რა გადავწყვეტა ასე დაუსაბუთებლად როგორც თვითონ აკეთებენ. ანუ არანაირად რეალურად დაუსაბუთებლად არა, რაც არ უნდა მცირე ნაწყვეტი იყოს, ამ ნაწყვეტს იქ ადგილი არ უნდა ქონოდა ამ დონეზე შეურაცხყოფელი რელიგიური ადამიანების მიმართ ეს დაცინვა და რაღაცა ეს მომენტი და სხვა შორის კიდევ ერთი გოგოს ვიდეო ვნახე, რომელიც ამბობდა, რომ რეალურად ანუ აი ამ ეს დამცირების ეფექტით რითიც ცდილობენ ხო აი ამ რაღაცა რელიგიასთან დაპირისპირებას ცდილობენ იმით რომ აი რაღაცა აი ვითომ აი აკრინჯინებენ თავს და აი რაღაცა ვითომ აი გოიმობა თუ რაღაც რა და
რეალურად ვერ ვაცნობიერებთ ხალხი იმას, რომ საქმე საერთოდ სხვა რაღაცაშია რა და რეალურად საერთოდ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე. პრობლემებთან გვაქვს მაშინ საქმე, როდესაც შენ სიმართლეს ვერ ამბობ იმის გამო, რომ ვიღაცამ არ გააგზაჯოს. მარტო ის არ არის ცუდი, როცა შენ სიმართლეს ვერ ამბობ იმის გამო, რომ გეშინია ვიღაცა ფიზიკურად არ დაგიპირისპირდეს. ისიც ძალიან ცუდია, როცა შენ სიმართლეს ვერ ამბობ იმის გამო, რომ რაღაცა იარლიღს მოგვეკერებენ და ვიღაცა აღარ დაგედაქალება და დაგეძმაკაცება. მოკლედ რო შევაჯამოთ, ხედა სხვათა შორის რელიგიური რაღაც გრძნობების შეურაცხყოფა ზოგადად სისხლის სამართლებრივად არ ისჯება. 153 მუხლია კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ხელი არ უნდა შეუშალო ადამიანს საკუთარი ლოცვის აღსრულებაში მაგალითად და ღვთისმსახურებაში მხოლოდ მაშინ არის ეს დასჯადი, როცა კანონიერ უფლებაში ზღუდავ ადამიანს. მაგრამ ჩემი აზრით უნდა იყოს რაღაც გარკვეული ცვლილებები ამასთან დაკავშირებით შესეტანი კანონ პროექტებში. იყო მე მგონი 2016-17 წელს იყო ამასთან დაკავშირებით ცდილობები, მაგრამ არ მიიღეს, არ დაუჭირა სამწუხაროდ მაშინ ამ კანონ პროექტს მხარი უმრავლესობამ და ამის მერე მივიღეთ ის მაგალითად ნატაფერაძე რო შევიდა და ეკლესიაში ხაც რო რაღაც საღებავი შეასხა იმის გამო რომ ხაძე როგორც ისტორიული ფიგურა გამოსახული იყო სტალინი, ამის გამო იყო, ამის მანამდე იყო კიდე 1000 მკრეხელობა, მაგალითად ლაშა ბუღაძის მხრიდან ზოგადად მე ლაშას პატივს ვცემ და პირადად ლაშა ბუღაძის საწინააღმდეგო რაღაცა ბევრი რაღაც მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ასეთი რაღაც თვალსაზრისით მაინც რაღაცებში ამ ადამიანს პატივს ვცემ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კონკრეტული ქმედებები უნდა იყოს აუცილებლად დასჯადი. თუ ვემხრობით იმას და მეც სალსახად ვემხრობ რომ არანაირი დისკრიმინაცია არ უნდა ექვემდებარებოდეს შეწყნარებას და გვაქვს ამის შესაბამისი მუხლები, უნდა იყოს ყველა მხარის უფლებები დაცული. მადლობა ყურადღებისთვის.